ახალი დილა, ახალი ინფორმაცია, ახალი ამბები, ახალი პრესა. დაიწყე ახალი დილა იმედით. დილის 7 საათიდან 12 საათამდე. ენერგიული, ცოცხალი, ინფორმაციული, ხალისიანი, შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, აი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება, მუსიკის მოყვარულებს კვლავ ეძლევათ შანსი დაესწრონ განსხვავებულ საღამოებს და მოისმინონ საუკეთესო მუსიკოსები. ფესტივალი ეძღვნება ქართველ კომპოზიტორ დავით თორაძეს და მის შვილს, ცნობილ პიანისტსა და პედაგოგს ალექსანდრე ლექსო თორაძეს. ამ თემაზე ვსაუბრობთ გადაცემის ამ ნაწილში და ჩვენი სტუმრები არიან ნინო თორაძე, თორაძის ფონდის დამფუძნებელი და ედიშერ სავიცკი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კაპიტან ნინო, ჩვენ დავაანონსეთ, რომ მოკლედ მუსიკის მოყვარულებს ეძლევათ შანსი, რომ მიიღონ ეს სიამოვნება. მოდით თავად ფესტივალზე ვისაუბროთ. რა თქვათ ფორმატის ფესტივალია, მათ ვინც წელს პირველად შემოგიერთებათ და ის ადამიანები, რომლებიც გელოდებიან, იქნება წლევანდელი წელი განსაკუთრებული. ძალიან დიდი მადლობა დავით მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. ჩვენი ფესტივალი 2022 წელს შეიქმნა ძალიან მალევე, როდესაც ლექსოს ამბავი მოხდა და გადაწყვეტილება მივიღეთ სულ ყველამ, რომ ესე კი ეს ფესტივალი ჩამოგვეყალიბებინა და გაგვეგრძელებინა დავით და ლექსო თორაძეების გამოცდილება და ესე იგი ახალგაზრდებთან ურთიერთობის რა ვიცი თემა, მოდით ესე დავარქვათ ფესტივალის თემას, მთავარ თემას. ჩვენი მთავარი ღერძი ფესტივალის აიგება იმაზე, რომ რა თქმა უნდა იყოს საინტერესო კონცერტები, არაჩვეულებრივი მუსიკოსები, რომლებიც დაესწრებიან და ჩამოვლენ და თვითონაც მიიღებენ მონაწილეობას, გარდა ამისა უდიდესი ხელშეწყობა ახალგაზრდებს. ეს იყო ცხოვრება, რომელიც მამამ და ლექსომ გაატარეს მთელი მათი პროფესიული ცხოვრების, ესე იგი ფაქტიურად ბოლო ლექსოს ცხოვრების ბოლო პერიოდით და მამას ცხოვრების ბოლო 30 წელიც იყო დაკავშირებული ახალგაზრდებთან. ამიტომ თავარი, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღერძი ამ ფესტივალის არის ის, რომ ახალგაზრდებს შეუქმნათ საფუძველი და წავახალისოთ სტიპენდიებით, რომელიც ესე იგი იძლევა ჩვენ ფესტივალში, ბატონი ედიშერი და სხვა მუსიკოსები, ლექსოს ყოფილი სტუდენტები და არაყოფილი სტუდენტები, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს, ამოარჩევენ საუკეთესო ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს და ისინი დაფინანსდებიან მთელი წელი თორაძის სტიპენდიით. მე მიმაჩნია, რომ ეს დიდი წახალისებაა და დიდი სტიმული მათთვის. ეს რაც შეეხება ჩვენი ფესტივალის აზრს და მიზანს და ესე იგი ახალგაზრდების სფეროში და რაც შეეხება დიდ არტისტებს, რომელიც ჩვენ ფესტივალზე ჩამოდიან და ჩამოვლენ, ეს არის შემდეგი, აი მეორე, ასე ვთქვათ, ნაწილი ფესტივალის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისევ იმ ახალგაზრდებისთვის, რომ დაინახონ, აი რა ხარისხის მუსიკოსებს შეიძლება თვითონ დადგნენ, როგორ სცენებზე შეიძლება თვითონ ესე იგი წარმოადგინონ თავიანთი თავი, აი ამას წარმოადგენენ ის დიდი მუსიკოსები, რომლებიც ჩვენ ფესტივალზე ჩამოდიან და ჩამოვლენ და
გეგმები მერწმუნეთ რომ ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. გეგმებით ბატონო ედიშერთან გადავალ. კი ბატონო, კონცეფციის ნაწილზე მინდა ვისაუბრო ბატონო ედიშერ. ნებისმიერი ფესტივალი თავს იწონებს უპირველესად იმ ხარისხით და პროფესიული, ასე ვთქვათ, ღირებულებით, რის გამოც აუდიტორია, ვთქვათ, მას უნდა უყურებდეს, სადაც უნდა მიდიოდეს და ვთქვათ, იყოს ჩართული, ხო? ორი ძალიან საინტერესო ნაწილი იკვეთება. ერთი გამოცდილება, ის რაც ვთქვათ, შეიძლება მემკვიდრეობით მოდიოდეს ამ ოჯახის შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში გამოცდილება, რომელსაც ვუზიარებთ ახალგაზრდებს. აი დღეს მუდმივად გვესმის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ თაობა, რომელიც მოდის, კი ძალიან საინტერესოა, მრავალმხრივია, მაგრამ აი ამ ტექნოლოგიურმა სიახლეება იმ საუკუნემ, რომელშიც ვცხოვრობ, ცოტა გააზარმაცა, ან ყოველ შემთხვევისთვის რაღაცნაირად სხვა მიმართულებით მის შესაძლებლობები. არა და ვიცით რომ მუსიკას რას თუ არა საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება. მოდით გითხარით ახლა ახალგაზრდული ნაწილიც, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი გამოცდილებაც რაც აქვს და საერთოდ ფესტივალის კონცეფცია, პროგრამა რის გამოც ეს ვთქვათ მუსიკალურ სივრცეში თავის ადგილს იკავებს. დიდი მადლობა მოგესალმებით. იცით რა, დღევანდელ დღეს ახალი ტექნოლოგიები რასაკვირველია ძალიან დაფრათ არის შემოსული ჩვენ ცხოვრებაში. უბრალოდ საშემსრულებლო ხელოვნებას დიდი ფუფუნება ის არის, რომ ტექნოლოგიები მაინც და მაინც ამას ვერ ჩაანაცვლეს. ამ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ჩვენ ძალიან მხარში უდგევართ უკვე დორაძის ფონდის, აი ბოლო 2-3 წელია უკვე ფაქტიურად ჩვენ ახალგაზრდებს სულ თვალყურს ვადევნებთ, ადრეც მეც და ალბათ ნინოს ჩვენს მონიტორინგს ვაკეთებდით საქართველოში რა ხდებოდა, ვიცოდით, მეც ხშირად ხვდებოდით ამ ახალგაზრდებს სტუდენტებს ყოველთვის ჩვენი არეალში იყვნენ ხალხახედვის და მას შემდეგ რაც ფესტივალ ფონდმა უკვე დაიწყო აი ამ წახალისება ამ სტუდენტების ამ სტიპენდიებით იქნება თუ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებით ამას ჩვენ ყოველდღიურობაში ვხედავთ რამხელა ეფექტი შეიძლება კონდეს ამ ბავშვებს. ეხლა მაგალითად თქვენ ხარისხი ახსენეთ და ხარისხზე ეს ერთ-ერთი მთავარი ჩვენი კონცეფცია არის ის რომ ის ხარისხი რაც იყო ბატონ ლექსოს და ბატონ გუგულის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ეს არა მხოლოდ შენარჩუნებული ეს სულ უნდა ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ და სწორედ ეს არის ერთ-ერთი გამოპირობებელი იმისი ამ ადამიანების რომ და მუსიკოსების რომლებიც ჩამოდიან და ფესტივალში იღებენ მონაწილეობას ეს არის სოფლიოში უმაღლესი რანგის დონის და ვარსკვლავები არიან არა მხოლოდ იმიტომ რომ ვარსკვლავები არიან მაგრამ ასევე იმიტომ რომ მათი შესრულების ხარისხი არის ხოლმე უმაღლესი რანგის და სწორედ აი ამ ახალგაზრდებისთვის რომლებაც ჩარშან მაგალითად ერთ-ერთ კონცერტში სადაც ბატონ ლექსოს 7 უაცრავად 8 ყოფილი სტუდენტი იღებდა მონაწილეობას რამე თუ არც ჩვენ სემენმა შეიძლება იცის მაგრამ ლექსო თორაძეს ყავდა საფორტეპიანო სტუდენტი პირველი საფორტეპიანო სტუდენტი სოფლიოში რომელიც დადიოდა ტურზე როგორც ესე იგი touring studio ესე რქვა იმიტომ ეს მარათონ კონცერტები რომელსაც ლექსო მართავდა რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას და თვითონაც რას თავარია თვითონაც იღებდა მონაწილეობას ჩვენთან ერთად და ამას ვაკეთებდი წლების განმავლობაში და აი შარშანდელი ერთ-ერთი კონცერტი რომელიც 9 საათნახევარი გრძელდებოდა რახმაინოვის ნაწარმოებით ამაში უკვე მიიღეს მონაწილეობა არა მხოლოდ ლექსო თორაძის სტუდენტებმა არამედ აი სტიპენდიანტებმა რომელიც თორაძის ფონდმა დააჯილდოვა ეს უკვე მათთვის უკვე ეს დიდი ძალიან წამახალისებელი იყო რამე თუ როდის გვერდით დგანან საკმაოდ სერიოზული მუსიკოსები და გამოცდილი მუსიკოსები მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ეს ასევე თავისთავად პაავო იარვის შარშანდელი კონცერტი რომელიც იყო აბსოლუტურად დაუვიწყარი და იმ ახალგაზრდებისთვის რომლებაც მოახერხეს და რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას თუნდაც იმ რეპეტიციებში და შემდეგ კონცერტში მათთვის ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება ეს არის სწორედ ეს კონცეფცია რომელსაც წელსაც მიუყვებით წელს გაისათ 27 წელს ის არტისტები რომლებიც ჩამოვლენ ხმე ძალიან წინ არ მინდა რომ გავასწრო მოვლენებს უბრალოდ წლევანდელ წელს გეტყვით წლევანდელი წლის კონცეფციაზე რამე თუ აი 17 სტიპენდიადი რომელიც თორაძის ფონდმა აარჩია ბოლო 2 წლის განმავლობაში წელს გავემგზავრებით ჩვენ ყველანი ერთად რეგიონებში სადაც აი სტუდენტები გაამართავენ კონცერტებს სადაც მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ვახტანგ კონდანაშვილიც მომეხმარება და ჩვენ ჩავატარებთ გაგაკვეთილებს
ღირაკოთელები მანამდეც ჩატარდება თბილისის კონსერვატორიაში, რომელსაც ასევე მინდა მადლობა გადავხადო თბილისის კონსერვატორიას თანამშრომლობისთვის. ბატონი გიორგი ვაჩნაძეც ჩაატარებს რექტორი ჩვენი, ჩაატარებს ღირაკოთელებს, აირჩევიან რომ უკაცრავად რო გადდა გიორგი ვაჩნაძეც იყო ლექსოს ყოფილი სტუდენტი, რომელიც დღეს არის კონსერვატორიის რექტორი. ისე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის. იკვრება და ეს ხარისხი თვითონ კონცერტების ხარისხი, რომელიც აი ბოლო 2 წლის განმავლობაში დავინახეთ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა და მე წელსაც ეს გაგრძელდება წელს ერთ-ერთი ჩვენი ასე მიმართულება იყო რომ ქართველი მუსიკოსების დომინირება იქნება, ჩამოვლენ ქართველი მუსიკოსები ვერიკო ჭუმბურიძე ბრწყინვალე ჩვენი მევიოლინე გიორგი ლომდარიძე ასევე არაჩვეულებრივი კონტრაბასისტი რომელიც წლების განმავლობაში ჰონკონგის სიმფონიური რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორკესტრი არის დღეს იმის მთავარი კონტრაბასისტი არის ბატონი ნოდარჯვანია ჩვენი უსაყვარლესი სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის დამრავს წევრი გიორგი ჯორჯაძე ერთი ციტყვით ანსამბლი ბასიანი რომელიც ჩვენი დიდი მეგობარი არის ხალხური მუსიკის ანსამბლი რომ ჩვენთვის ყოველთვის საყვარელი ისინი მიიღებენ მონაწილეობას ვახტანგ კოდანაშვილი რომელიც გახსნის ფესტივალს ჩვენს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით და რომლებიც შეასრულებენ კონცერტს რომელიც ბატონმა გოგი ჩლაიძემ ჩვენმა არაშეულებრივმა საყვარელმა კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ მიუძღვნა ბატონ ლექსო თორაძეს და ეს სწორედ ამ კონცერტის პრემიერა 7 ივნისს იწყება. ხო, მე როგორც ვხედავ პროგრამაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცნაირად ფაქტობრივად დამოუკიდებელი დღეებია ერთმანეთისგან განსხვავები. თითქოს ეს დრამატურგიული ხაზი მოიცავს კონკრეტულ დღეს, რაღაც კონკრეტულ თემას და საკითხს, ხომ? მოდით, კაპიტონინო, თქვენ მითხარით რეგიონებთან დაკავშირებით ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე ქალაქი, ეს არის თბილისი ამბროლაური, ქუთაისი და საჩხერე. რატომ აირჩა ეს, ვთქვათ, ქალაქები, ეს ლოკაციები და როდესაც რეგიონში გავდივართ, ვთქვათ, აქ რა ხდება კიდე როგორი ტიპის მომზადება ეს რომ უთხრათ ჩვენს სცენას და მაყურებელს, იმიტომ რომ ყველა ამ ქალაქში რადიო იმედს უსმენენ და დარწმუნებული ვარ რომ დაგელოდებიან სიამოვნებით. დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ გავსულიყავით რეგიონებში, არ მომხდარა მარტო წელს. ჩვენ პირველი ფესტივალის შემდეგაც საჩხერეში გავემგზავრეთ და მიზეზი ამისი გულწრფელად უნდა გითხრათ, იყო ის, რომ იქ არის დავით თორაძის სახელობის მუსიკალური სკოლა და ლექსოს ყოველთვის ქონდა ამისი სურვილი, რომ იმ სკოლებს, სადაც მინიჭებული აქვს და ჩვენი მამის დავით თორაძის სახელი, ჩვენ ყურადღება მიგვექცია. ამიტომ მე და ედი შერმაც და მთელმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა, ეს რომ ჩვენ რაიონებში გავიდეთ და მივაქციოთ ყურადღება არა მარტო თბილისში ჩამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდებს, არამედ იქაც შევარჩიოთ ნიჭიერი ახალგაზრდები, ეს იყო თავარი ჩვენი მიზანი. ეხლა რატომ ამბროლაური? ეს იმიტომ რომ დავიწყეთ დავით თორაძის სახელობის სკოლებით. ესე იგი დავით თორაძის სახელობის სკოლა არის ამბროლაურში და ჩვენ რაჭველები ვართ, ასე ვთქვა და ვამაყობთ ამით და ლექსო უნდა გენახათ თქვენ ამითი როგორ ამაყობთ და ამიტომ ესე იგი ვიწყებთ ამბროლაურით, ჩავალთ, მასტერკლასები ჩატარდება და ძალიან საინტერესო არის კიდევ ის, დავით, რომ ჩვენ ესე იგი კლასიკურ მუსიკას და ტრადიციულ ქართულ მუსიკას ერთად წარვადგენთ, იმიტომ რომ ესე იგი ქართული ტრადიციული მუსიკის აი ახალგაზრდა ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ კონცერტში. რაც მე მიმაჩნია რომ საერთოდ თვითონ აი ეს ჩვენი კონცეფცია რომ ტრადიციული მუსიკაც იყოს დომინირებდეს და ესე სერიოზულად წარჩინებული იყოს ჩვენ ფესტივალში, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ვიწყებთ ესე იგი ამბროლაურში, მერე მივდივართ ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისი იყო
იქ არ არის მამასახელობის სკოლა, თუმცა ლექსოსთვის ქუთაისი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი და უყვარდა იქ ჩასვლა, იქ გამოსვლა და ეს მუსიკალური სასწავლებელი ბალანჩივაძის სახელობის იყო ლექსოსთვის ძალიან საყვარელი ადგილი, სადაც იყვნენ მისი კოლეგები, ვისთანაც ჰქონდა ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა და ხშირად როგორც კი ჩამოდიოდა საქართველოში, როდესმე თუ ჰქონდა საშუალება, აუცილებლად ქუთაისშიც მიდიოდა. ეხლა საჩხერეც იგივე არის დავით თორაძის სახელობის სკოლას, მაგრამ ეხლა ახალი ამბით მინდა შემოგიერთდეთ და გითხრათ, რომ ეხლა ამ სკოლას მიენიჭა დავით და ალექსანდრე თორაძის სახელი, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ძალიან მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, საჩხერის მუნიციპალიტეტის, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ესე სწრაფად მიიღო. აი ეს არის უბრალოდ დავამატებ თუ შეიძლება რომ ეს კონცერტები რომელსაც ჩვენ რეგიონებში ვატარებთ ასეთ პირველი ფესტივალის წინ ჩვენ თელავში ჩავატარეთ პროკოფიევის სკოლა საფორტეპიანო ხა ესეთი კონცერტები ისედაც ძალიან იშვიათად იმართება მსოფლიოში როდესაც თლიან რასაც აი ბალონ ლექსო აკეთებდა რას ჩვენ გავაგრძელებთ პირველი ორი ფესტივალის განმავლობაში და ჩვენც აი მაშინ უკვე თელავშიც მქონდა ეს გამოსვლა ხა მე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არ დამისრულებია ჩვენ წლევანდელ ფესტივალთან დაკავშირებით ეს არის 18 ივნისი მარჯანიშვილის თეატრი მარჯანიშვილის თეატრში სადაც გაიმართება ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის ლიანა ასათიანის სონის საღამო ქალბატონ ნინოს და ბატონ ლექსოს დედის ბატონი გუგულის მეუღლის 100 წლის იუბილე და ნიკოლოზ ულკიძეს ჩვენს კოლეგას და მეგობარს მივავს საღამო ესეც ვთქვათ ასე რომ ეს არის ჩვენთვის ყოველასთვის მიუხედავად 20 საათზე იწყება მარჯანიშვილის თეატრში ეს ღონისძიება 18 ივნისს ყოველ შემთხვევაში ყველა ეს მოსწავლე რომელიც ლექსოს თორაძესთან სწავლობდა და ვისაც ურთიერთობა ჰქონდა ქალბატონ ლიანასთან ჩვენთვის ეს იყო დაუვიწყარი ყოველთვის შეხვედრები ქალბატონ ლიანასთან ჩვენთვის განსაკუთრებით მქონდა ფუფუნება ქალბატონ ლიანას სიყვარულის და ჩვენ ძალიან გვიხარია რომ წელიწად წლევანდელ წელს I sort of time to 100 წლის თავი მისის. თაობებზე მინდა ვისაუბროთ. აი ჩვენ ვთქვით რომ რაღაცნაირად ეპოქა იცვლება, მაგრამ შრომა და მიდგომა ამ საქმისადმი არ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ის ითხოვს მაქსიმალურ ასე ვთქვათ მობილიზებას და რასაკვირველია ეს დამოკიდებულება, რომელიც უნდა კონდეს ახალგაზრდა შემოქმედს, რაღაცნაირად მას უნდა ასწავლონ. ამ შემთხვევაში გამორჩეული ეს ფესტივალი იმითაც არის, რომ აქ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ერთი ფაქტობრივად დიდი ოჯახივით არის, როგორც მე მივხვდი, ვთქვათ, სტუდენტები, მოსწავლეები, რომლებიც უკვე შემდეგ თავად განან სცენაზე და შესაძლოა, ვთქვათ, რაღაცნაირად ეს ტრადიცია გრძელდება. დღეს, როცა თქვენ პირადი გამოცდილებით ან დაკვირვებით უყურებთ, როგორია, ვთქვათ, ეს განსხვავება და საერთო მახასიათებელი ამ თაობებს შორის. ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად მუსიკა, რომელიც ოდესღაც იყო, არ ვიცი, ალბათ განსაკუთრებული და გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები ფაქტობრივად მთელს თავის ცხოვრებას უკავშირებდნენ, დღესაც ასევე აქტუალური და საინტერესო იყოს. იცით რა, წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ძალიან ღრმა და ძვირფასი ტრადიციები გვაქვს ამ შემთხვევაში ტრადიციული მუსიკის და ფოლკლორზე საერთოდ საუბარი არ არის. ჩვენ ვახსენეთ, რომ კლასიკური მუსიკა, გამოცდილება, ის ვთქვათ, გენიოსები და თანამედროვე შესაძლებლობები. და თანამედროვე შესაძლებლობები, რომლებიც დღეს არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის განვითარება, მაგრამ ჩვენი სტუდენტებისთვის და ახალგაზრდობისთვის ძალიან ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ზოგადად არეალი გაიზარდოს. რამე თუ მათი განვითარება მოხდეს არა მხოლოდ ადგილობრივად, მაგრამ აი რაღაცა მათი სოფხედულობა, როგორ ვაინტერესებთ ამ ახალგაზრდებს?
უყვებით თქვათ იმ არაჩვეულებრივ გამოცდილებას რაც არის, აი ამას გულისხმობს ზუსტად დაგროვდა თუ თქვათ რაღაცა სხვა თქვათ ნიუანსები განიხილება, რაც სამომავლოდ მათ ჭირდებათ იმისთვის, რომ ეს რაღაცა ტრადიცია უწყვეტი გაგრძელდეს. ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ მაგალითები, რომელიც ამ ფესტივალის წინა ორი ფესტივალის განმავლობაში მათმა უფროსმა კოლეგებმა გამოამჟღავნეს. ეს ეხებოდა აბსოლუტურად სულ ყველას. ეს იყო აი ეს სუპერ ვარსკვლავები, რომლებიც ჩამოვიდნენ და თვითონ რამდენს მეცადინეობდნენ და ეს ჩვენ თვითონაც ახლა ბევრს მეცადინეობთ გასაგებია, მაგრამ როდესაც ხედავ ისეთ დიდ ვარსკვლავებს, რომლებიც იყვნენ და რომლებიც 24 საათი სულ ჩართული არიან, მე უკვე სცენაზე, როდესაც გამოდიან, მათთან ურთიერთობით, უშუალოდ მათთან შეხებით ამ სტუდენტებისთვის ძალიან ბევრის მომცემი. კიდე ჩვენ გვაქვს ეს ღია გაკვეთილები, არა მხოლოდ ჩვენი მასტერკლასები, ჩვენი მეშვეობით, მაგრამ ჩვენი სტუმრების საატარებენ ამ ღია გაკვეთილებს გაცრავად, რომლებიც ჩამოვიდნენ. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი არის ალაბამას უნივერსიტეტი, სადაც მე ვასწავლი და რომლებთანაც ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ჩვენმა ფესტივალმა. აი წელს ერთ-ერთი ჩვენი კონტრაბასისტი, არაპიანისტი და კონტრაბასისტი გოგო, რომელიც მთლიანი დაფინანსებით უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს წახალისება არ ხდება, არ შემოიფარგლება მხოლოდ აი სტიპენდიით, რომელიც არის უზარმაზარი წამახალისებელი. რომელიც მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე უცხოეთში სწავლის პერსპექტივითაც მეც უკვე ორი სტუდენტი აქამდე წავიყვანე პიანისტები და ეს მომენტი, რომელიც ზრდის მათ არეალს აზროვნების, მოქმედების პირველ რიგში, იმიტომ რომ მაინც ჩვენ მიუხედავად იმ დიდი ტრადიციისა, მაინც პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ასე რეგიონიც მაინც რაღაცა მხრივ თავისი ლიმიტებიც აქვს ამ ეტაპზე. კი ბატონო, როცა საუბრობთ, რომ თქვათ ახალგაზრდები უნდა დაინტერესდნენ და ყველაფერს აკეთებთ თქვენ, რაც შესაძლებელია ამ ფესტივალის პარკლებში, თქვათ ყველაზე უფრო მეტად სათხედავთ ამ პოტენციალს და ინტერესს. ეს არის თქვათ დიდი ქალაქები, მათ შორის შემთხვევაში დედაქალაქი თუ რეგიონები და როცა თქვათ კონკრეტულ რაღაც ნიჭიერ ადამიანს არჩევთ, რას ეფუძნება, რას ეყრდნობა ეს, რომელსაც თქვათ ამ რჩევანის ქვეშ აკეთებთ და როგორ ხდება თქვათ შემდეგ უკვე ხელშეწყობა კონკრეტული ადამიანების, რომ იმ ჩამონათვალში შედგეს აღმოჩნდნენ, რაც არის თქვათ, ხო, აი კორიფები, ვარსკვლავები აღნიშნეთ, მაინც ნიშურია, გინდა არ გინდა თქვათ ამ ტიპის მუსიკა დღეს შეიძლება ითქვას, რომ დიდად კომერციული თქვათ მხარე ამას არ აქვს, სამწუხაროდ კლასიკურ მუსიკას არასდროს არის ხოლმე ინტერესი, რომ იქნებ რაღაცნაირად ბიზნესი ჩაერთოს, რომ თქვათ გარკვეული ხელშეწყობა იყოს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამ ბიზნესს ეს ინტერესი არ გააჩნია. აი, როცა ამ თქვათ ვარსკვლავებს ეძებთ ქალაქში და თქვათ რეგიონში, რა მთავარი კრიტერიუმები აქვს? ჩემთვის მე არ ვიცი, ედიშერი თუ დამეთანხმება ამაში, პირველ რიგში ახალგაზრდა ბავშვს უნდა კონდეს მიზანდასახულობა ცხოვრებაში, რომ იცოდეს, აი რა უნდა მას. და მერე აუცილებლად საჭირო არის ხელშეწყობა. ეს ისეთი პროფესიაა, რომ თუ ხელი არ შეუწყო ამ პროფესიას, ნუ მართლა ძალიან რთულია, რომ ასე ვთქვათ, აი მარტო ასე კინკილად შენ თავს მიხედო. აქედან პირველ რიგში საჭირო არის არაჩვეულებრივი პედაგოგი, არაჩვეულებრივი მშობელი, რომელიც აბსოლუტურად. აი ესე არის, რომელიც ასე ვთქვათ გაგიკვალავს შენ ამ პროფესიისკენ გზას. ეხლა რაც შეეხება ამ პროფესიას, არასოდეს კლასიკურ მუსიკას არ ქონია კომერციული ასე ვთქვათ, რა ვიცი, რა ქვია ამას, კომპონენტი, მოდი ასე ვთქვათ. ეხლაც აი ჩვენ მეც და ედიშერიც ვცხოვრობთ დიდ ქალაქებში, სადაც დიდი თეატრები, როგორიც არის, ესე იგი, Covent Garden-ი მერწმუნებთ, რომ აი იხვეწებიან კაპიკებს, რომ ეს
დაფინანსდეს, რომ აი ამ ხელა ინსტიტუცია გააგრძელოს არსებობა. ესე იგი ეს ყველგან არის ეს პრობლემა, მაგრამ სურველი, მოყვარული და ამაში ფულის ცოტა ისე ვამბობ, ქველმოქმედება, ამაში ძალიან მაინც ბევრი ადამიანი და არის. მნიშვნელოვანი აქ თქვენი როლი, რომ მუდმივად იყოს ეს ტრენდული და აქტუალური, რომ თქვა საზოგადოების დაინტერესება შეეცდოს. მე მაგალითს გეტყვით უბრალოდ ჩვენ პრინციპში ახლა რასაც ვაკეთებთ არ არის განსხვავებული იმისა, რასაც უკვე კეთდებოდა ბატონი ლექსოს ფაქტიურად მეშვეობით. ლექსო თორაძემ თავის დროზე 40-მდე მუსიკოსი წაიყვანა საქართველოს, მათ შორის მეც 90-იან წლებში, ძალიან რთულ პერიოდში და აი როდესაც ადამიანებს არჩევდა მაგალითად ყოველთვის თვითონაც მონიტორინგს აკეთებდა, ვინ იყო, როგორ იყო შანსს აძლევდა ადამიანებს. სწორედ ჩვენი ხელშეწყობა ეს არის სწორედ ის პატარა ნაბიჯი, რომ ამ ადამიანებს ცოტა ახალისება ნიშნავს შანსს და არა იმ გარანტიას, რომ მაინც და მაინც რომ ბოლოს იმ მუსიკოსმა თვითონ უნდა დაუკრა, თვითონ უნდა განვითარდეს. ჩვენ ხელს უწყობთ იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები განვითარდნენ და ამაში შეეწყოთ ხელი. ეს იქნება სტიპენდიის სახით, უცხოეთში სწავლის გაგრძელების სახით, ღია გაკვეთილების ხარჯზე თუ ასე შემდეგ. მაგრამ თავარი რაც ქალბატონმა ნინო ბრძანა აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ეს არის სწორედ აი მიზანდასახულობა ადამიანის, გასაგებია რომ ადამიანს უნდა კონდეს თანდაყოლილი ნიჭი, მაგრამ და მუდმივი დაინტერესება და თქვენერი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, იმიტომ რომ ახალისება ჭირდება ამ საქმიანობას, ახალგაზრდებს მით უმეტეს უნდა უჩვენო მიმართულება, გზა და მით უმეტეს თორსა ზურგს უკან არის დიდი გამოცდილება და უმთავრესად ალბათ ეს არის სიყვარული, ეს კიდე უფრო კარგ შედეგებზე გადის ხოლმე როგორც წესი. დიდი მადლობა ქალბატონინო, რომ აგრძელებთ თქვენი ძალიან კარგი ოჯახის ტრადიციებს და რომ ეს ფესტივალი კვლავ ცოცხალია და ამით შესაბამისად ეს ადამიანების. დიდი მადლობა თქვენ ბატონო ედიშე, რომ საინტერესო კონცეფციას ახორციელებთ ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 7 ივნისიდან დაიწყება და უკვე 16 ივნისს სრულდება, ხო, როგორც 18 ივნისს. 18 ივნისს კი ბატონო, მოკლედ განსაკუთრებული ზეიმი ელოდებათ მუსიკის მოყვარულებს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. 10 რიცხვის კონცერტი დაგვავიწყდა. ძალიან იქნება არაჩვეულებრივი გალა კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში. მე მინდა ჩვენს ძალიან საყვარელ გამოჩენილ ბანს გიორგი ანტულაძეს მადლობა გადაუხადო, სწორედ იმისთვის, რომ აი შეკრიბა ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩამოვლენ იტალიიდან, არაჩვეულებრივი მომღერლები და დირიჟორი, რომლებიც ჩაატარებენ ამ დიდ გალა კონცერტს. ეს იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან მაღალი ხარისხის კონცერტი. ეს იქნება 10 ივნისს ოპერისა და ბალეტის თეატრში, 7 ივნისს და 13 ივნისს კონცერტები გაიმართება კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და 18 ივნისს საღამო ქალბატონი ლიანა ასათიანის საღამო იქნება მარჯანიშვილის თეატრში და 14, 15 და 16 ივნისს როგორც მოგახსენეთ, გავამგზავრებით ამბროლაურში, ქუთაისში და საჩხერეში. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. ნინო თორაძე, თორაძის ფონდის დამფუძნებელი და ედიშერ სავიცკი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება და მიიღეთ ეს სიამოვნება იმ ქალაქებში, სადაც თქვენ ახლა გვისმენთ, ეს არის თბილისი, ამბროლაური, ქუთაისი და საჩხერე. წარმატებები უსურვოთ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც და მადლობა გადავხადოთ დათმობილი დროისთვის. მადლობა. დიდი მადლობა.